შენგან ველოდებით რაღაცა პატარ-პატარა სასწაულებს კი არა, ყველა ერთად ალბათ დიდი სასწაულია, მაგრამ სწორედ ამიტომ შეიძლება დაუძახოთ სასწაული თამარ იმ კუთხით რომ ამ შედეგებისთვის არც იღებდნენ პროდუქტებს, უბრალოდ ეს ხალხი, ეს ადამიანები, რომელსაც ხა მე გავაჟღერებ, ხო იღებდნენ პროფილაქტიკის მიზნით. ანუ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები იყო და ამ პროდუქტებს როგორც დამხმარე ინსტრუმენტებს, ან ძირითად მკურნალობასთან ერთად, ან საერთოდ ამ პროდუქტებს იღებდნენ ხოლმე აი ამ პრობლემების მოსაგვარებლად და მოხდა ისე. ეხლა მე მაქვს 7 кейსი ჩამოწერილი ფეხმძიმობის. უფრო მეტიც არის უფრო მეტიც არის. კი, ანუ ბოლო ეს 1 წლის განმავლობაში უფრო მეტიც არის, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევძელი, რომ ზუსტი დეტალები მაინტერესებდა ამ ადამიანების მდგომარეობის. იმიტომ რომ უნდა დაუკავშირდი ამერიკაში, ერთი პოლონეთშია და უნდა აქეთ-იქით გადავრეკე, რომ აი ზუსტად ქონოდა ინფორმაცია და გამეჟღერებინა. ამიტომაც ნუ მეტი ვერ მოახერხე ინფორმაციის მოგროვება. პირველი არის ნინის შემთხვევა, რომელიც ახლა პოლონეთში ცხოვრობს, 4 შვილი ყავს, 37 წლის არის და ნუ 9 წლის წინ გაიკეთა ოპერაცია, თან ჩაწერილი მაქვს სპეციალურად და თან იმიტომაც ვკითხულობ. ანუ პირველად ამოიღო კისტა ქონდა და ამოიღო მილი და შემდგომ 5 წლის შემდეგ ასევე გავუკეთეს ოპერაცია, ესეთი რაღაცა უთხრეს, რომ გაგშემოგრეხვით, ასე ვთქვათ, კისტა საკვერცხეზე და დიაგნოზი ეწერა ესეთი რაღაცა, რომ ამოუღეს კისტა დანამატით, ანუ მილით. ხო და ნუ ეს 100 წელი არ ელოდებოდა რომ დაფეხმძიმდებოდა საერთოდ. ანუ ამის მოლოდინი არ ქონია. რა თქმა უნდა, მანამდე მოიხმარდა ამ პროდუქტებს სხვადასხვა სიტუაციებიდან გამომდინარე. ერთ საკვერცხეზე არის ლაპარაკი, ხო? კი ბატონო, ერთ საკვერცხეზე. კი ბატონო, ფაქტიურად როგორც დიაგნოზი ამბობს მისი და დაასკვნა, ხო, არც ერთი მილი არ უნდა ქონოდა, ნუ წესით. ესე არის მითითებული. და აბრალებს უფრო ბაოლაივს. მანამდე სხვა პროდუქტებსაც იღებდა, ხო, ის გრეზერვი, AMPM-ი და ასე შემდეგ. ანუ ისევ და ისევ მოკლე მონაკვეთს ვამბობ. და აღმოჩნდა, თუ არ ვცდები, მარტში აღმოჩნდა ფეხმძიმეთ, ეხა ოქტომბერში ელოდება პატარას. და თვითონაც გავაოცებულია, რომ საერთოდ სამედიცინო თვალსაზრისითო წესით არანაირად არ უნდა ყოფილიყავიო, არ უნდა დაფუძნებულიყავიო. მაგრამ მე თვითონაც მაინტერესებს ამის შემდეგ ბავშვს გავაჩინო, აი გავარკვიო როგორ მოხდა ეს პროცესიო. მეორე შემთხვევა ჰიკუ არის 37 წლის, მას ქონდა ფარისებრი პრობლემა და ასე ვთქვათ, საშვილოს ნოსყაზე ქონდა, ანუ ესეთი კისტური სიტუაციები. აქაც ეს მომენტი იყო, რომ წესით ფეხმძიმება არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ არ იყო მოწესრიგებული მდგომარეობა და აქაც მოხდა დაფეხმძიმება. ანუ ამ გოგოს ისედაც ყავს შვილები და აქაც არ იყო მოლოდინი მაგალითად და ანუ ესაც ახლა ელოდება ოქტომბერში. ერთად რაღაცა მოიდომეს, ხო? რა პროდუქტებს იღებდა ესეც ბაოლაივს? ბაოლაივს აბრალებენ უფრო მანამდე, რა თქმა უნდა, იმიდან ჭყვიდან გამომდინარე თამარ სხვადასხვა რაღაცებს იღებდა AMPM ჩართო, ბაოლაივი ჩართო, რეზერვი, მაგრამ აი უფრო ბაოლაივს აბრალებენ, იმიტომ რომ იმ მომენტში ბაოლაივს მოიხმარდნენ რა, აი ასე ეს პირველი ორსულობა იყო თუ? არა, მანო ყავთ უკვე შვილები, უბრალოდ მეორადი უშვილობა ქვია ამას, ხო? მეორადი უშვილობა. რაც შეეხება ყავს ერთი ადამიანი, მისი დედი ყუარის 58 წლის, მის შემთხვევაში აქაც არ იყო დიდი მოლოდინი, იმიტომ ნუ ასაკი, ანუ ვერ ვიტყვით რამე ნიშანდობლივი ქონდა დაუშვათ რომ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნუ აქაც მოხდა და პატარა უკვე ყავს. მე-9 შვილი არის საფრანგეთში სხვათა შორის. მე-9? კი, მე-9. უფროსი დაიყოყავს, ვარცდები 36 წლის და აგე მე-9 შვილი ესე დაიბადა. ანუ ოღონდ საინტერესო ისე რომ 58 წლის ქალბატონთან არის ეს მომენტი რა. აი ჩვეულებრივ ყველაფერი კარგად წავიდა. აქაც ბაოლაივი დავაზუსტოთ რა, ყველაზე გვითხარი რა არა. ბაოლაივი, კი, ანუ აი ბაოლაივზე არიან განსაკუთრებით აქცენტს აკეთებენ ბაოლაივს. ანუ ისევ და ისევ ვამბობ, რომ ძირითადად ბაოლაივი აი მაგა წერს. იმიტომ რომ მანამდეც მოიხმარნენ სხვადასხვა პროდუქტებს თამარ რა და ანუ ბაოლაივი ის სხვა პროდუქტები ორგანიზმის მომზადებას და ბაოლაივმა დარტყმითი სიმოქმედა. რაც შეეხება იგივე ნინიკოს დას, ეხა არის 29 წლის, უკვე პატარა ყავს, 6 წლის განმავლობაში არ ყავდათ ბავშვი. ნუ მე მკურნალობა დაიწყეს, მაგრამ ესეთი არაფერი და აი აქაც ბაოლაივით მოხდა უკვე დაფეხმძიმება და ბავშვიც არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია.
ასევე დაუკავშირდი ხათუნას, რომელიც ცხოვრობს ახლა ამერიკაში. ანუ ფაქტიურად მისი ფეხმძიმება მოხდა 51 წლის ასაკში, როდესაც აი წინა მენოპაუზური აი სიტუაცია იყო. Ну, რა თქმა უნდა, ინვიტროთი გააკეთა, იმიტომ რომ ბევრი ისეთი რთული სიტუაცია ქონა მანამდე, რაც ამ პროდუქტებით მოიწესრიგა და თვითონაც გაგიჟებული იყო, რომ აი თაკო სისხლის ანალიზიო, აი ყველაფერი ისე, მაგრამ მოწესრიგდა, ანუ შვილი უნდოდა რეალურად, მართლა უნდოდა, მაგრამ აი ეს მისი ასაკი და მისი ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევდა. ხო და ამ პროდუქტების მოხმარება რომ დაიწყო, ჯერ ის მთავარი პრობლემები მოიგვარა, ხო, ეს საშვილოსნოს მომენტები მოიგვარა, რაღაც პრობლემები მქონა, იქ მიწერია, რომ მქონდაო ფიბრომატული შიდაგარსი მქონაო საშვილოსნოსიო, ესე დაწერა. და ნუ ბევრი ისეთი სიტუაცია და გააკეთა ინვიტრო სხვათა შორის და ნუ აი თვითონაც ექიმები გაგიჟებულები იყვნენ, რომ ძალიან კარგი მდგომარეობა იყო. მეოთხე თვეში უკვე პატარა, მეორეზეც ფიქრობს 52 წლის არის უკვე და არ ვიცი თუ ამის მდგომარეობა. ანუ კიდევ ერთი დასკვნა, რომ ინვიტროს დროს, როცა გადაწყვეტილი აქ ადამიანებს მანამდე მიიღება და შემდგომ დაფეხმძიმების მერე მიიღება, უწყობს ხელს, რომ წარმატებით დასრულდეს ეს. კი ბატონო. ანუ კონკრეტულად ამ ადამიანებს მაინდა-მაინც დაფეხმძიმებისთვის არ მოუხმარიათ, მოიხმარეს უბრალოდ იმიტომ, რომ მდგომარეობა ყოფილიყო კარგი დაფეხმძიმების შემთხვევაში. და მართლაც ესეც მოხდა. და ამიტომაც არის ეს ჯამრთელი ბავშვები იბადებიან. კი, ბავშვები ძალიან საკმაოდ ესეთი ჯამრთელი. კიდე ერთი შემთხვევა არის 22 წლის ნინისთან, 2 წელია რაც დაოჯახებულია, პირველი იყო მოშლა. და ამ ხნის განმავლობაში არ წასულა ექიმთან და უშუალოდ არ უნკუნალია კონკრეტულად რომ მე დაფეხმძიმება მომხდარიყო. ის იყო მივიდა ექიმად და ექიმა დააბარა რომ აი ესე და ეს ანალიზი ჩამიტარე და მეორეჯერ რომ მივიდა, ოღონდ მანაც გაიარა პროდუქტები და იმ მომენტში მოიხმარდა ბაოლაევს და რომ მივიდა აღმოჩნდა ფეხმძიმედ და ეხლა უკვე ბაოს ბავშვები ხო? კი ბატონო, ახალი თაობა გვყავს და ბოლო აი ხათუნას შვილი არის დედაშვილმა ერთად მოიხმარა. თათიერ შემთხვევაში რაც ხათუნამ მომიყვა რომ გარდატეხის ასაკშიო ჰორმონალური დისბალანსი ჰქონდაო, მე 20 წლის ასაკში აღმოაჩინეთ რომ ჭიყვიც ჰქონდაო, კისტოზური იყო, შემდეგ ნახევარი ორგანო ამოაჭრეს, ან ენდოკრინული ჯირკვლები და ნუ ძალიან ბევრი ჰორმონალური პრობლემა ჰქონდა და ესე იგი დაოჯახებიდან 6 წელს განმავლობაში მიუხედავად მკურნალობისა და ყველაფრისა არანაირი შვილოსნობა არ იყო, ანუ არ შედგა. და ნუ ხათუნამ სთხოვა როგორც დედამ რომ უბრალოდ მოიხმარე რომ თუ რამეა და თუ მოხდა ამის ისა კარგი მდგომარეობა გექცევა და ანუ რა ვიცი 4 თუ 5 თვის მოხმარების შემდეგ ბაოლაევის მოხმარების შემდეგ ფეხმძიმედ დარჩა და ეხლაც ისაც ელოდება პატარას უკვე ოქტომბერში. ეს მოვასწარი რომ მასალა მომეგარავებინათ ანუ ისე ძალიან კარგი მასალაა, დიდი მადლობა თაკო, ვიცი რომ დროში ყავი შეზღუდული და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის და ამის გარდა ისევ და ისევ ამბობ თამარ ანუ არის კიდე რამოდენიმე აი ამ ეს მოხდა ბოლო 1 წლის განმავლობაში. ანუ ბაოლაევის ბენეფიცია დღეს ჩვენთან. ხო, ანუ ბაოლაევი თვითონ, მაგრამ ისევ და ისევ ეს ადამიანები ამბობენ რომ მანამდე მოიხმარნენ პროფილაქტიკისთვის, ან სხვადასხვა პრობლემებისთვის სხვადასხვა პროდუქტებს. აი კონკრეტულად ის არ ყოფილა რომ მარტო ბაოლაევი და მეტი არაფერი სხვა. ესე არ ყოფილა. ხო. ანუ სხვა ყველაფერიც ეხმარება ბაოლაევს, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფი შედეგის მიღებაში.